თქვენ არ ვიცით ნახეთ თუ არა თქვენ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ სავალალოდ ევროპის მთავარი აღმასრულებელი ორგანო ევროკავშირის აღიქვამს ამას ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ დევნად. ეს არის ცუდი საქართველოსთვის, ეს არის ცუდი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის, ეს არის ცუდი ჩვენი მომავლისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ჩადის დანაშაულს, ის ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში, ეს ერთი. მაგრამ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ისეთი განცხრომით ლაპარაკობს დაჭერებს, ისე მოწონს ეს ფაქტი, რომ ვიღაცებს დაიჭერა, ისე ყვება ამას ყველა ინტერვიუში, რომ ხანდახან გონია, რომ რაღაცა სურეალისტთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია ნორმალურ დაალაგებულ ადამიანს ასე უხაროდეს ვინმეს დაჭერა. დაჭერა არის პროცესი სამართლებრივი, უსიამოვნო პროცესია ძალიან. ყველა მთავრობის დროს ეს ხდება და თუ ადამიანი დანაშაულს ბუნებრივია ყველა ქვეყანაში, მათ შორის დემოკრატიულებში, მაგრამ ამაზე ასე განცხრობით ამდენი ხანი ლაპარაკი და პრაქტიკულად ლაპარაკის არ ქონა ბიზნესზე, ბარაკებზე თუნდაც, მუნიციპალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, უმუშევრობაზე და სულ დღე და ღამე ფიქრ დაჭერებზე. მე ხა არ მინდა რაღაც სხვა რაღაცაში გადავიჭრა, მაგრამ მინიმუმ ეს არის ძალიან არანორმალური მოვლენა. უცნაური მოვლენა, მეტი რო არ თქვა და ამიტომ ეს ეხება მერაბიშვილს და ყველასაც. ყველა ვინც რამე ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანასწორი, მაგრამ ეხა ამას რო პოლიტიკური სარჩული აქვს, ეხა მე მგონი დიდი თეორია ამას არ ჭირდება, იმიდან გამომდინარე რაც არის წაყენებული ხო ასე. და რაც შეეხება ახალაიას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ეს პროცესი, სამართლებრივი პროცესი არის ჩაოლებრივი რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერს რასაც უყურებთ, ყველაფერს ბედუკაძე როცა გარეთ არის მეგობრებო. და როცა გარეთ არის როგორც გმირის პასპორტი ლამის და ლამის ტრიბუნიდან არის გადმოსულია და გვამონათებს. თავარი მწამებელი ხო თვითონ აწამებდა, თვითონ გადაიღო, თვითონ მონაწილეობდა, თვითონ დადგა, თვითონ გააკეთა. მეტი რა უნდა იქნა, ხა რეჟისორი თვითონ არის, მონაწილე თვითონ არის, თავარი მსახიობი როლის შემსრულებელი თვითონ არის და პროდიუსერი თვითონ არის. ამ ყველაფერს ხო? ეს კაცი დღეს არის ლამის ოსკარზე ნომინირებული საზიზღარი დანაშაულისთვის. და გმირად არის გამოშვებული. ხა მეტი ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ ობიექტური კრიტერიუმით მიუდგეს ყველა ამ საქმეს. ყველა ვინც ვინმეს აწამებდა, ავიწროებდა, ან ჩაგრავდა, ან ყველა ადამიანმა უნდა აქვს პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბედუკაძე როცა გარეთ არის, ძალიან ძნელია აქ სამართლიანობაზე ლაპარაკი დღეს. ჩემთვის ძალიან ძნელია სამართლიანობაზე ლაპარაკი, როცა ძალიან ბევრი, მათ შორის პოლიცია ვინ ჩვენ გაუშვით წამებაზე. რამდენიმე ადამიანი კონკრეტული სახელები და გვარი დააბრუნეს პოლიციაში, ჩვენ გაუშვით, დავიჭირეთ, უბრალოდ დაიჭირეს ადრე წინამთავრობის დროს წამებაზე და ციხეში იჯდნენ, სამსახური რა თქმა უნდა გაშვებული იქნა და აი ხა არა მხოლოდ ციხიდან გამოშვებული ვერან, სამსახურში დაბრუნდნენ. ასე რომ ყველაფერს მივიგებთ ერთიან კრიტერიუმები, ჩემზე მეტი ხომაგი ზოგადად სამართლიანობის და სამართლის უნივერსიტეტის პროცესს არ აყავს. მაგრამ არსებობს აი ეს ბევრი კითხვა, რომელიც წარმოიშვა თუნდაც ბოლო თვეების პროცესთან დაკავშირებით და ეს კითხვა წარმოიშვა არა მხოლოდ ჩემში ან ქართველების დიდ ნაწილში, ეს კითხვა წარმოიშვა ევროპას. როცა ჩვენ ვიძახით, რომ საერთაშორისო იურისდიქციაში მივდივართ ებას ვუყურებთ დილი გულის ტკივილით, მაგრამ აგერ გამოვიდა ევროკავშირის მინისტრთა საბჭო და ისინი იღებენ აღმასრულებელ გადაწყვეტილებას. მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, ეხლა გაგვაფრთხილებს, რომ საერთოდ დაბლოკონ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე შავი დღე ჩემ ცხოვრებაში. და ჩვენ ამ დღესთან სამწუხაროდ ამ ბოლო განცხადებაში ვართ ძალიან ახლოს. და სანამ ყველამ უნდა გამოვიგოწოთ და ეს დღე ყველამ ერთად ავიცოთ თავიდან. თავს ნუ მოვიტყუებთ, იმიტომ რომ სიტუაცია არის რთული, საქართველოს იმიჯი სამწუხაროდ ამდენი წლის სიმწით ნაშელები უარესდება და ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი უკაშაობა. კადრები რომელიც ბოლოს გავრცელდა მე ეს კადრები არ მინახავს, მე ყველა სამართლებრივ პროცესს მიწავდი სამართლებრივ ჩარჩოებში, მათი წარმოშობა რა თქმა უნდა დასადგენია, სიტუაცია ძალიან ორაზროვანი. ის რომ იარაღის სამალავებში თუ ყოველ შემთხვევაში თუ ოფიციალურ სამალავებზეა ლაპარაკი, მე არ ვიცი ხა იქ რა კონკრეტულად რა სამალავი იყო, მაგრამ ოფიციალურ სამალავი, რომელიც მართლა ჩემი ზეებით გაკეტა, იქ რომ კადრებს არავინ არ ტვირთავდა, ეს მეგონი 2 წლის ბავშვისთვისაც გასაგებია. დანარჩენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ძალიან კარგი წინადადება, შეიქმნა საპარლამენტო კომისია მათ შორის, არა მხოლოდ პოლიციის კომისია, პოლიციის გამოძიება, მოიწვიოთ საერთაშორისო უცხოელები, ამის სპეციალისტია და გამოიძიონ ამ კადრების წარმომავლობაც, ჯიხადის ვიდეოებით, სადაც ხალხს ეკმუქრებენ აფეთქებით და ძალიან საშიშია, რატომღაც ყველამ დაივიწყა ესა და ყველა სხვა დანაშაული, რომელიც ან ოქტომბრამდე, ან ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ჩადენენ. მე ყველა
ადამიანი, ვინც ავიწროებს სხვა ადამიანს, არის პირადად ჩემთვის დიდი პრობლემა და მტერი. საზოგადოების წესრიგის და ყველა იმ პრინციპის, რომელსაც მე ვემხრობ. მაგრამ ამას სჭირდება ობიექტური სამართლებრივი პროცესი და მე ამ პროცესის გამჭირვალების მომხრე მთლიანად. საერთოდ არანაირ ყოფანი არ მაქვს ამ თემაზე. მე ნამდვილად ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ამას ვებრძოდი და რაც შემეძლება შევებრძოლებ მომავალში.